გუშინდელი ტრამპის და ზელენსკის შეხვედრიდან ყველაზე მეტად გულში ჩამრჩა ერთი მომენტი და ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ეს ვიდეო კადრი და გავაგრძელებ საუბარს. Why don't you wear a suit? Why don't you wear a suit? You're the highest level in this country's office and you refuse to wear a suit. Just want to see if you own a suit? Yeah, problems. A lot of Americans have problems with you not Really? respecting I don't have such. laws. I will wear a costume after this war will finish. Yes, maybe one, Maybe something like yours. Yes, maybe something better. I don't know. We will see. Maybe something cheaper. აი ხა წარმოიდგინეთ ერთი წუთით თეთრ სახლში ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს უწევს იმის ახსნა, რატომ არ აცვია პიჯაკი, ხვდებით? ნუ ეს პასუხობს ზელენსკი, რომ ეხლა არ მაქვს მე ამის დრო, რომ ჩაცმულობებზე ვიფიქრო და საერთოდ რომ თეთრ სახლში ხარ და ამაზე ლაპარაკობ, წარმოიდგინეთ. ხო ხვდებით, ანუ რამხელა ტრაგი კომედია, რომ აღარაფერს ვამბობ უკვე ტრამპის და იმ თავისი ვიცე-პრეზიდენტის საუბარზე, რომელიც იყო უკიდეგანო და ამაზრზენი რამე, რომ ომში მყოფ ქვეყანას თხოვ დათმობაზე წასვლას, წარმოიდგინეთ, აგრესორს კი არა. აგრესორთან ერთხელ არ მისულან და ერთხელ არ ულაპარაკიათ, რომ კაცო შენ რუსეთი იმიტომ არის ამხელა ზომის ქვეყანა, რომ ის არის საუკუნეების მანძილზე დამპყრობელი, გადააჯიშა ნახევარი დედამიწა, ხვდებით? ყოველ ჯერზე რაღაც მიზეს იპოვის რუსეთი, ხვალ სხვაგან წავა და სხვას გაუკეთებს იგივეს. ხვდებით რა შეასაქმე? იქვე ამბობს ზელენსკი, რომ რამდენჯერ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაგალითად. რომელსაც მე მოვაწერე ხელი, მერკელთან ერთად ვიყავი, საფრანგეთის პრეზიდენტთან მაკრონთან ერთად ვიყავი, ხსნის იქვე ლაპარაკობს ამას. არა, შენ უნდა დათმო ეუბნება და კარტი ხელში არ გაქვს და ეს მართლა ბაზრის ვაჭარი წარმოიდგინეთ, ანუ ვის ელაპარაკები, ვის ელაპარაკები? უკრაინას ელაპარაკები, რომელმაც ამხელა მსხვერპლი გაწია, წარმოიდგინეთ ერთი წუთი დაფიქრდით ამაზე, ერთი წუთი რუსეთს ეომება ქვეყანა, რუსეთს რო ეომება ქვეყანა და ჯერ კიდე რო აქვს თავის ქვეყანაში ეს ერთობა. ანუ რას ეუბნები, რომ დათმე და დაკარგე და დაშალე შენი ქვეყანა. გადაახდი თავზე შესხას, კაცო, აზრს ნუ ეკითხები. იმ ომში დაღუპულების ოჯახებს აზრს ნუ ეკითხები და ის, ვინც თანახმარო თავი გაწიროს თავისი სამშობლოსთვის იმათ აზრს ნუ ეკითხები, კაცო, შენ დაკარგე, დაშალე საკუთარი ქვეყანა, დათმე რუსეთთან და მე ომს დავასრულებ. ვის რა ჯანდაბათ უნდა შენი ეგეთი დასრულებული ომი თუ კი ქვეყანა გააქრე საერთოდ? ვინმეს უნდა კითხეთ, აბა ერთი უკრაინელ ხალხს დაუსვით ეს შეკითხვა. ასეთი დასრულებული ომი უნდათ, რომ საკუთარი ქვეყანა აღარ გქონდეთ, ხვალ სხვას წაიღებს კიდე ის რუსეთი. მიადგება სხვა მიზეზით 2014 წელს არ იყო ასე? იმის მერე ხო მიადგა, ხვალ კიდე მიადგება. კიდე რაღაცა მიზეზი ექნება და კიდე უნდა დათმო, ესე გამოდის. მეც მომადგება, სხვას მიადგება, დავთმოთ და დავასრულოთ ომი. ესეთია ტრამპის ვაჭრული, ეს აი როგორი დონის ამაზრზენობაა ხალხო და მე ვფიქრობ, რომ ამ კაცს თავისივე ხალხი ჩამოაგდებს. აი გუშინდელი ამ პირდაპირი ეთერის მერე ამერიკაში ვესაუბრე პირადად ადამიანს, რომელიც იქ ცხოვრობს და ის ხედავს პირდაპირ ხალხის განწყობებს. თვითონ საკუთარი ხალხი ვერ იტანს ამ ყველაფერს, ხვდებით? ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, რომ ომში მყოფ ქვეყანას, რომელსაც ჭირდება გადარჩენა ამ ტირანის გვერდზე და ეს ტირანი კიდევ ვიმეორებ, იმიტომ ამხელა, რომ მუდმივად არის ამ პროცესში, რომ გაუმაძღარი ღორია, წარმოიდგინეთ, რომ ევაჭრები რაღაცა, შენი წიაღისეული მომეცი და ეხა ჩქარა ჩემი დახმარების, მე რომ მოვედი შენთან, ჩემი ქვეყანა შენთან რომ მოვიდა და დახმარება რომ შემოგთავაზე, ეხა დროზე ამოანთხიე უკან, გადამიხადე უკან ეუბნები ამას ქვეყანას, რომელიც ძლივს იკოწიწებს თავის ეკონომიკას და კიდე იქე დათმობებზე წასვლას თხოვ. და ამას აკეთებ თანაც მთელი მსოფლიოს თვალწინ იქ რაღაცა განკითხვის დღეს უწყობ, დასცინი, რაღაცა პიჯაკებზე ელაპარაკები, აი თუ რა თქვენი რა, აი რანაირი საგიჟეთია რა ეს დედამიწა, უბრალოდ გიჟდები, გუშინ ამას რომ უყურებდი, შოქში ვიყავი რა, გეფიცებით.